საღამოშვიდობის პირდაპირ ეთერშია ქრონიკა 8 საათზე კეთილ ქაშაკაშვილთან და ლეონ ჯავახიშვილთან. საღამოშვიდობის. დედაქალაქის მერის ვიზიტი იტალიის ლომბარდიის რეგიონში, ოფიციალური შეხვედრები საქართველოს-იტალიის თანამშრომლობის პერსპექტივები და საქართველოს საკონსულოს გახსნა მილანში. რამდენიმე წუთში ქრონიკა იტალიიდან. ლატვიამ საარჩევნო პროცესის ორგანიზება ვერ შეძლო სერიოზული ხარვეზები ქვეყნის მუნიციპალურ არჩევნებზე და პოლიტიკური შეფასებები თბილისში. ევროკომისიის მწვანე ლობიზმი, გერმანული ველტის სკანდალური ინფორმაცია, ევროკომისია კლიმატურ თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობოებს ლობიზმში მილიონობით ევროს უხდიდა. არაადამიანური მოპყრობა და წამება ციხეში, ეგრეთ წოდებული ყინწვისის სპეცოპერაციის ეპიზოდი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის ხდომაზე. უმრავლესობის ხდომა ქართული ოცნების ოფისში, რა საკითხები განიხილეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა. უკომპრომისო ბრძოლა ნარკოდანაშაულთან და უცხო ქვეყნის დაკავებული ორი მოქალაქე. არასამთავრობო სექტორი, რომელიც საქართველოში საპროტესტო აქციებზე ნიღბების აკრძალვას აპროტესტებდა, ახლა დუმს. დონალდ ტრამპის მიერ ასეთივე რეგულაციის მიღებაზე არაფერს ამბობენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, რომელიც განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩეოდა. უფრო მეტიც, საია ამბობდა, რომ ეს კანონი დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამოა. მმართველი გუნდი ორმაგი სტანდარტის მორიგ გამოვლინებაზე ამახვილებს ყურადღებას და უარგუმენტო და უსაფუძვლო კრიტიკისთვის განმარტებებს ელოდება. რატი მეტრეველის სიუჟეტი. ამიერიდან საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აკრძალული იქნება. რა აქვს ამ ხალხს დასამალი და რატომ? ამჯერად ოპოზიცია და მესამე სექტორის ნაწილი ტრამპის იმ ინიციატივამ ამხილა, რომელიც ქართულმა ოცნებამ კანონის სახით ჯერ კიდევ წლის დასაწყისში აამოქმედა. პრევენციის მიზნით საპროტესტო აქციებზე ნიღბების აკრძალვას მაშინ სპეკულაციები მოჰყვა ნიღაბს ამოფარებული ოპოზიციისა და მათი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. განსაკუთრებით აქტიურობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სადაც ამტკიცებდნენ, რომ ეს კანონი დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამოა. შეკრებების და მანიფესტაციების დროს ნიღბების ტარებაზე ბლანკეტური აკრძალვა არღვევს როგორც შეკრების, ასევე გამოხატვის თავისუფლებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს ადამიანის უფლებების სფეროში. დემონსტრაციაზე ნიღბის ტარება არ უნდა იყოს აკრძალული. როგორც ჩანს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისიდან მოვლენები სულ სხვაგვარად ჩანდა, რადგან განცხადების ავტორებმა საპროტესტო აქციებზე ძალადობის აშკარა მტკიცებულებები ვერ დაინახეს, თუმცა კადრები სხვა რამეზე მეტყველებს. ახლა როცა ამავე რეგულაციის აუცილებლობაზე დონალდ ტრამპი ალაპარაკდა, ქრონიკა დაინტერესდა, როგორია საიას შეხედულება. აზიანებს თუ არა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დემოკრატიას საკუთარ სახელმწიფოში, როგორც ამას საქართველოს შემთხვევაში მიიჩნევდნენ. ორგანიზაციამ კითხვებზე თავის ასარიდებლად ყველაზე მარტივი გზა არჩია, გაგვიმეორეს იგივე, იმედთან არ თანამშრომლობენ. ტრამპის ამ გადაწყვეტილებას სისულელე, ცუდი და არასწორი პირდაპირ უწოდეს ოპოზიციიდან. არ სისულელებზე არ ვაკეთებ. ნიღაბსაც დაინახავთ, ოლეოლასაც მოისმენთ. ფეიერვერკსაც დაინახავთ და ყველაფერს დაინახავთ. სუჩში და არასწორში რო ედარებით ამერიკას თქვენ შეედარეთ ჯერ დემოკრატიით. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დუმილმა კიდევ ერთხელ ამხილა მათივე განცხადებების უარგუმენტობა. დეპუტატების საიას კითხვებისგან გაქცევის ნაცვლად საზოგადოების წინაშე განმარტებების გაკეთებისკენ მოუწოდებენ. ის ასეთ შევამბობდით, რომ აქციებზე არ უნდა იყვნენ ნიღბებიანი ადამიანები და აატეხეს ამბავი, რომ აქ ეხა რუსეთის ხელისუფლების ხელი ჩაერთო ამ კანონ შემოქმედებით საქმიანობაშიო, ეხა რა სიტყვიან, როცა ტრამპი ამბობს პირდაპირ, ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ნიღბიანი ადამიანები აქციაზე არ დაიშვებიან. ასევე არ იქნებიან შეწყნარებულები მოძალადი ადამიანები აქციებზე. აქაც რუსეთის ხელისუფლება აჩარეული? რატომ არიან ეხა ჩირგვებში შემარულები, საიადან დაწყებული და ნებისმიერი სხვა უცხოელი პარტნიორი მათ შორის? გამობრძანდნენ და ტრამპის ამ გადაწყვეტილებაზე თავისი კომენტარი გაუკეთო. აი ამ რეგულაციას ესე უსაფუძვლოდ და უარგუმენტოდ რო ებრძოდნენ და რაღაც თითიდან გამოწვეული მტკიცებულებები ცდილობდნენ ამ ყველაფრის გადაფარვას, იგივე საია დგას და იძახის ჩვენ რაღაც იმედთან არ თანამშრომლობთ. იმედთან კი არა, საკუთარ ხალხთან უნდა ითანამშრომლონ, თუ იმედთან არ უნდა თანამშრომლობა და გამოიყენონ იმედის მიკროფონი და უთხრან საზოგადოებას, რატო იყო ამ ყველაფრის წინააღმდეგი საია, მაგრამ არა აქვს არგუმენტი და რა უნდა თქვა. კითხვებზე პასუხი არ აქვს, როგორც კი გააკრიტიკებენ დასავლეთში მიღებულ ანალოგიურ კანონებს, რომელიც საქართველოში აკრიტიკეს უკვე, იმ წუთში წარმოიშვება შეკითხვები და ამ შეკითხვებზე პასუხები
არა აქვს და ურჩევნიათ სიჩუმე შეინარჩუნა. ორმაგი სტანდარტის თემა გაცილებით უფრო მსუბუქი და უფრო უცოდველია იმასთან შედარებით, რასაც რა სცენართან ჩვენ გვაქვს საქმე საქართველოში. საპროტესტო აქციებზე ნიღბების საკრძალვაზე დონალდ ტრამპმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა, რითაც ქართველ რადიკალებს ქართული კანონების ირგვლივ სპეკულაციის სივრცე კიდევ ერთხელ ჩაუკეტა. ძალადობრივ აქციებზე წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალო პაპუაშვილი თბილისში, ლოს-ანჯელესში, ბერლინსა და პარიზში გამართულ აქციებზე და წახალისებულ ექსტრემიზმზე აკეთებს აქცენტს. ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც. ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, მოლოტოვის კოქტეილი ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს ადამიანებს და შენობებს. ძალადობასთან და ექსტრემიზმთან ბრძოლა მისგან გამიჯვნა ევროპული ღირებულების გარდა ცივილიზებულობის ნიშანიცაა. სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რომ მოქალაქეები, ხალხი, ადამიანები მათი უფლებების, ქონების, ღირსების დამრღვევი მოძალადეებისგან დაიცვას. როდესაც ძალადობის აღმკვეთ პოლიციას ან სასამართლოს ებრძვი, ამით ძალადობის მხარეს დგები. ძალადობისგან გამიჯვნა ის მინიმუმია, რომელიც ცივილიზებულმა საზოგადოებამ უნდა შეძლოს, თუმცა ნაცვლად გამიჯვნის ავხედავთ, რომ ბრიუსელი და ზოგიერთი ევროპული მთავრობის წარმომადგენელი მხარს უჭერს აქეზებს და აფინანსებს ექსტრემიზმს საქართველოში. სიმართლე მხოლოდ მაშინ ვლინდება, როდესაც ექსტრემიზმის დამცველებს საკუთარ ქვეყანაში უხდებათ ძალადობაზე რეაგირება. გერმანული ველტის სკანდალური ინფორმაცია. გამოცემის ცნობით, ევროკომისია გარემოს დაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორს მილიონობით ევროს ლობიზმში უხდიდა. თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას მალავდა. მთავარი კი ის არის, რომ ეს ფული არა გარემოს დაცვას, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების რადიკალიზაციას ხმარდებოდა. ევროკომისიის მწვანე ლობიზმზე ანუკი ჩხიკვაძე მოგვიყვება. მოქალაქეების ფული ფარული ოპერაციებისთვის NGO-ების ჭრდილოვანი საქმიანობა სააშკაროზე ამჯერად ევროპაში გამოდის. ფინანსურ თაღლითობას, რომელიც Deep State-ის მხრიდან არასამთავრობოების გავლით კონკრეტულ ქვეყნებში საკუთარი გავლენების დამკვიდრებას ემსახურება, გერმანული გამოცემა ბელტი ამხელს. სტატიის მიხედვით, ევროკომისია კლიმატურ თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს საეჭვო ლობირებისთვის გერმანელი გადასახადების გადამხდელთა ფულით აფინანსებდა და სურდა, რომ ეს საიდუმლო დარჩენილიყო. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკავშირის მიერ მიღებულ გრანტებს პროცესების რადიკალიზაციისთვის იყენებდა. საიდუმლო დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ევროკომისიამ გადაუხადა გარემოს დაცვით ორგანიზაციებს საეჭვო ლობირების მცდელობისთვის, მათ შორის გერმანელი გადასახადის გადამხდელების ფულით. ჩვენ დავინახეთ ადგილობრივი პროტესტების მხარდაჭერა, რომელთაგან ზოგიერთმა ძალადობრივი ხასიათიც კი მიიღო. ის რაც გამოაშკარავდა მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოსთვის ჯერ კიდევ აბსურდულია ქართული ოპოზიციისთვის. ისინი, ვინც ამ სქემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენენ, გერმანული გამოცემის სტატიას ტელეკომპანია იმედის ტყუილს უწოდებენ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი მატყუარები, მეტი არაფერი. მაშინ როცა სცენარი ყველა ქვეყანაში ერთნაირად ვითარდება და როცა უცხოური ფული ტრადიციულად სუვერენიტეტის რღვევას ხმარდება მმართველ პოლიტიკურ პარტიას, საქართველოში განვითარებული მსგავსი პროცესების არაერთი მაგალითი ახსენდება. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ქვეყანაში ნამახვან ჰესის მშენებლობაზე ხელოვნური აჟიოტაჟი სწორედ არასამთავრობოებმა შექმნეს. ყველას კარგად გვახსოვს ის ბატალიები, რაც მოყვა აქ ჩვენთან ჰესების მშენებლობის თემას. ხომ არ არის შემთხვევით ის რაღაც გლობალური ძალები, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ჩვენ ქვეყანაშიც ენერგო დამოუკიდებლობას, ხო? და რას ნიშნავს ენერგო დამოუკიდებლობა? პირდაპირ პროპორციულად კონვერტირდება ქვეყნის უსაფრთხოებაში და ქვეყნის დამოუკიდებლობაში. დაახლოებით 1 თვის წინ ვიხილეთ დასკვნა თვითონ ევროპის აუდიტის სამსახურის, იგივე კონტროლის პალატის, რომელმაც პირდაპირ ამხილა, რომ 2021-2023 წელს გაცემული დაახლოებით 7.5 მილიარდი ევროს ადრესატები საერთოდ ვერ იპოვეს. ამის გარდა ისე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით ბოლო 10 წლის განმავლობაში დახარჯული 10 მილიარდი დოლარი, რომელიც გაიცა თითქოს რაღაცა ბუნების დაცვისთვის და ასე შემდეგ, NGO-ების გავლით, იქაც ადრესატებს ვერ მიაგნეს და დაახლოებით 2/3 ამ გაწეული ხარჯების არის აბსოლუტურად აერში გამოკიდებული და ფიზიკურად არავინ არ იცის, რას მოხმარდა და პირიქით იქ საუბრობენ იმასთან დაკავშირებით ძალიან ავტორიტეტული ფიგურები, ავტორიტეტული გამოცემები, რომ ეს ყველაფერი მოხმარდა პირდაპირ პოლიტიკურ ლობიზმს, რაც არის რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროდ.
უცხოელი დონორების ფინანსებს, რომ კონკრეტული ფარული დავალებები მოჰყვება, საზოგადოებამ ამის არაერთი მაგალითი უკვე იხილა. Deep State-ის ფული რადიკალიზაციისთვის დახურული სქემის ყველა დეტალი ეტაპობრივად აშკარავდება. ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძე წერს, უმრავლესობის ლიდერი და ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი აღნიშნავს, რომ საქართველოში გადასაწყვეტი საკითხები ქვეყნის შიგნით უნდა წყდებოდეს და არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა ვინ რა სიტყვის საზღვრებს გარეთ. რაც არ უნდა ილაპარაკონ ქვეყნის გარეთ, ჩვენ თუ აქ, ჩვენ სამშობლოში არ გადავწყვიტეთ, ჩვენი გადასაწყვეტი რამდენიმე 10 წელში აღარ იარსებებს. ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი. დამოუკიდებლობა ყველასგან. უდიდესი თავმოყარეობის მქონე ქართველ ხალხთან ერთად ჩვენ ამას შევძლებთ და ერთიან ძლიერ ამაყ საქართველოში ვიცხოვრებთ. სხვა გზა არ არსებობს. ასე უნდა ახდეს ქართული ოცნება. საქართველო-იტალიის ურთიერთობები, თანამშრომლობის პერსპექტივები და მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი პროექტები, ეს საკითხები განიხილა კახა კალაძემ ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე. თბილისის მერი უკვე შეხვდა მილანის მერს, მეგინ არსავიძე გვიერთდება მილანიდან პირდაპირ ეთერში. ქალაქებს შორის ურთიერთობის გაფართოების რესურსის გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრეს დღეს მხარეებმა შეხვედრების დროს. ყურადღება გამახვილდა, რომ მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობების განვითარება არაერთი მიმართულებით იქნება ეს ეკონომიკური ურთიერთობები, გამწვანება, ტრანსპორტი თუ სხვა მიმართულებები. დღეს კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ლომბარდიის რეგიონი არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული იტალიაში და განსაკუთრებული არის მისი წვლილი ეკონომიკაში, შესაბამისად მნიშვნელოვანი არის მისი გამოცდილების გაზიარება და აქვე აქცენტი გაკეთდა, რომ მნიშვნელოვანი არის ბიზნესის მიმართულებით თანამშრომლობა და ამ მიმართულებით თბილისის მიმართ არის განსაკუთრებულად დიდი ინტერესი. ასევე ურთიერთობების გამყარებას ხელს შეუწყობს მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნაც. ეს ქონდა შეხვედრები ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტთან, ვიცე-პრეზიდენტთან, საუბარი შეეხო ზოგადად ჩვენს ქვეყნებს შორის და დედაქალაქთან კიდევ უფრო დაახლოებას და მეგობრებას. თქვენ იცით, რომ იტალიაში ლომბარდიის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონია, რომელსაც უდიდესი როლი უკავია იტალიის ეკონომიკაში და ზოგადად ევროპის ქვეყნებს შორის საკმაოდ წარმომადგენლობითია, ძალიან ძლიერი ეკონომიკა არის. ძალიან დიდია ინტერესი ინვესტიციების თვალსაზრისით საქართველოსთან მიმართებით და დედაქალაქთან თანამშრომლობისთვის არის სრული მზადყოფნა. გარდა ამისა შევხვდით მილანის მერს, მის დელეგაციას. საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს ქალაქებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. ასევე უნდა აღინიშნოს ის, რომ ხვალ უკვე ოფიციალურად საკონსულო იხსნება მილანში. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ზოგადად იტალიასთან საქართველოს ურთიერთობა, თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მოხარულები ვართ დღევანდელი შეხვედრით თბილისის მერთან. გვახარებს ის ფაქტი, რომ ქალაქ მილანში გაიხსნა საქართველოს საკონსულო, რომელთანაც უკვე გვაქვს საქმიანი ურთიერთობები. როგორც იცით, ლომბარდიის რეგიონი არა მხოლოდ იტალიაში, ევროპის მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიის განვითარების მაღალი დონით. შესაბამისად, გვაქვს სურვილი გავაღრმავოთ ურთიერთობა საქართველოსთან, თბილისთან. მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ეს იყო ჩართვა მილანიდან და მეგინ არსავიძე. წამება და არაადამიანური მოპყრობა, ეგრეთ წოდებული ყინწვიცის სპეცოპერაცია, საქმე რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს ევროპული კონვენციის დარღვევა აქვს დადგენილი, დროებითი საგამოძიებო კომისიის ხტომაზე განიხილეს. საქმის მთავარმა მოქმედმა ფიგურანტებმა დეტალურად გაიხსენეს, როგორ და რა ფორმით ითხოვდნენ ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნები მათგან სახელმწიფო გადატრიალების ცდელობის აღიარებასა და ამ საქმეში საპატრიარქოს მონაწილეობის დადასტურებას. ნინო არგულიანი გიამბობთ. პირველად იქ გავიგე მასიური კაცების ტირილი. წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, რომლებიც დღეს საგამოძიებო კომისიამ მოისმინა ნაციონალური მოძრაობის ჩვეული ხელწერა. ეგრეთ წოდებული ყინწვისის სპეცოპერაციისას დაკავებული ნიკოლოზ გოგუაძე ერთ-ერთია მათგან, ვინც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა არ აღიარა, რეჟიმა კი წამება სამონასტრო კომპლექსის ეზოდან დაიწყო.
მეგის კარდავაი მოვიდა გოგუაძე რომელია უკითხულობდა რა. მე უთხარი მე ვარ მეთქი. და მოვიდა თუ არა, ეგრევე კონდახი ჩამარტყა თავში, გავითიშე, მითხრა რომ გადაწყვეტილი ქონდა რომ უნდა ჩემთვის ესროლა. ჯემალ სურამელაშვილი ჩააბეს მანქანაზე და ათრიეს მონასტრიდან სანამ ცენტრალურ გზამდე ჩახვიდოდნენ. მონასტრიდან დაკავებული ქარელის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც 5 მათგანი პოლიციის შენობაში შეიყვანეს. არც მეტი არც ნაკლები მათზე სპეცრაზმა ირბინა. წამების ხმებს კი 19 დაკავებულს ეზოში ასმენინებდნენ. პრაქტიკულად გონზე არ მოვსულო არა იქ, ანუ არ გონზე მოვდიოდით, მე იმ ცემისაგან ისევე გონებას კარგავდით. ცემა იყო კონდახებით, ფეხით, ხელკეტით, ამ ჩემ უცელზე დახტუნავდნენ და ზურგზე, მაგალითად საბოლოო შედეგად მე ისეთი ტრავმები მივიღე, რომ მუცლის ბადე ჩამეშალა. პრაქტიკულად, ანუ მინდა ვთქვა, რომ სულ გონება დაკარგულები, მე პირადად გონება დაკარგულები ვიყავი და დარწმუნებული ვარ, სხვაებიც ახლა ამას. მაგ დროს შეგიძლიათ ვინმე რომ დაასახელოთ, აი ვინც იღებდა მონაწილეობას, ან ვინც უშუალოდ ხარდავა იყო ყველაზე აქტიური. წამების მომდევნო ეპიზოდი წინასწარი დაკავების იზოლატორს და ციხეს უკავშირდება, სადაც დაკავებულებისგან ითხოვენ აღიარონ, რომ თბილისის ასაღებად 2000-მდე ქართულად მოლაპარაკე რუსი შემოჰყავდათ. რამდენიმე დაკავებულის აღიარებით იჩვენება წამების და მუქარის შემდეგ მიიღეს. არასუწლოვანი ქალიშვილის გაუპატიურებით დაემუქრნენ. თითები დაგვამტრიეს, მე მაგალითად ჩხილები დამატეხეს ხელზე. თითები მქონდა მე და რითი დაგატეხეს ფრჩხილები? ეგრეთ წოდებული პისტოლეტის კრეპების. ხო, იმის ამოსაღები ხო არსებობს რა, იმის ამოსაღებით. ერთ-ერთ თქვენგანს აყურებინეს მეორე თქვენთან ერთად დაკავებულის სასტიკი წამება. სრული სიმართლე. აი წნევის აპარატები ხო ყველას გაქვთ ნანახი როგორიც არის ხელზე რომ მანჟეტი გიკეთდება. ასე უკეთებდნენ ხელზე და ყელზე. რის შემდეგათაც უკვე ვრთავდნენ ელექტროშოკით წამება. კვირაში რამოდენიმეჯერ მიცვალებულის ფეხებს ხედავდი, რომელიც სპეციალური მანქანით გაყავდათ ციხის ტერიტორიიდან. მიმართავ დღევანდელ ელჩებს საქართველოში, დაწყებული ევროკავშირის ელჩიდან. 4 თვეა უკვე ეს კომისიის ხდომები მიმდინარეობს. დღემდე არც ერთ მათგანს არავითარი კომენტარი ამასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია, რომ ის რეჟიმი, რომელი რეჟიმიც აი ამ სისასტიკეს ჩადიოდა, დღეს მათ მიერ არის მონათლული ევროპული ღირებულების პარტიად. გოგუაძისგანაც და ზაზა გვიმრაძისგანაც ნაციონალური მოძრაობა ასევე ითხოვდა აღიარებას, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ჩართულები იყვნენ მეუფე იობი და საპატრიარქო. თითქოს მათ იარაღით სწორედ ეკლესია ამარაგებდა. მეუფე იობი და საპატრიარქო იარაღს გაძლევდათო და უნდა დახმარებოდით 26 მაისის მიტინგსო. უარი როცა განაცხადეთ, რა მოხდა ამას შემდეგ? ცემა ტყეპა და ჩემ ოჯახში წავიდა ეს გამომძიებელი, წაიღო წამალი ქონდა გახსნილი ჯიბეში, მივიდე რამე და უბრალოდ ვერ მოახერხა დადება. იმ გამბრაზებულზე რო ვერ დადოი, მაგრამ დამარტყა რა სამჯერ. ვინ მოიფიქრა ესეთი რამე ჩვენს წინააღმდეგ? პირდაპირ ჩავმითვალა მიშა მერაბიშვილი, ადეიშვილი, მიყვება ეს პროკურორი. პოკერია, თარგამაძე. არაღიარება მას წამების ფასად დაუჯდა. 500 დღიანი პატიმრობის განმავლობაში 200-ჯერ აწამეს, 25 ჯერ კი ეგრეთ წოდებული კარანტინის დაშლაში მონაწილეობდა, რაც ყველა პატიმრისთვის ძვლების დამტვრევას ნიშნავდა. ესე შემიყვანეს და ხელები დამაწყობეს ესე მაგიდა ოფიცრის ოთახში. და ორივე ერთობლივად მუხლი მოიქნია და ჩამარტყეს ამეებში, დამეკეტა სუნთქვა ყველაფერი. სკამიდან გადავარდი, თავი დავარტყი და ზემოდან მადგას ოფიცერი და მაფურთხებს. და თავი გადაყარსული მქონდა. მაფურთხებს ჯვარი ხო ჩანს? ჯვარზე აფურთხებდა? ჯვარზე აფურთხებდნენ ეს სატანისტები. ეგრეთ წოდებული ყინწვის სპეცოპერაციის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს ევროპული კონვენციის დარღვევა დადგენილი აქვს. ნიკოლოზ გოგუაძის სარჩელზე სასამართლომ დაადგინა მის მიმართ არასათანადო მოპყრობაც. ამ წუთებში ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის ხდომა დასრულდა, რა საკითხები განიხილეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა, ამას უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე შეაჯამებს, რომელსაც პირდაპირ ეთერში ვრთავთ. მოგესალმებით.
მივესალმებ ჩვენ საზოგადოებას. Ურალოსობის ტრადიციულ სხდომაზე რამდენიმე საკითხი განვიხილეთ, რომელთა შესახებ დაწვრილებით მოგახსენებთ. პირველი არის საკითხი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებული კადრებიდან თუ არსებული რეალობიდან გამომდინარე ძალიან აწუხებს. ჩვენ ამ გამოწვევების ადეკვატურად გვინდა რომ წარმოგიდგინოთ საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა საერთაშორისო დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობს შემდეგს. სისხლის სამართლის კოდექსს ემატება საჯელის ახალი სახე. უცხოელის საქართველოსთან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოს შემოსვლის აკრძალვა. ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში ჩაემატება ასევე ადმინისტრაციული სახთელის ახალი სახე. უცხოელის საქართველოსთან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. იზრდება მნიშვნელოვანი ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა. მეორე საკითხი, რომელზეც დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ, ეს არის გენერალური პროკურორის არჩევის წესი, რომელიც ასევე მარტივდება, ეს თქვენთვის უკვე ცნობილია. კონსტიტუციით გაუთვალისწინებელი ადამიანების თუ ორგანიზაციების ჩართულობა გენპროკურორის წარდგენის წესში აღარ იქნება სავალდებულო. თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ ეს იმ ერთ-ერთი საკითხებიდან არის, ერთ-ერთი ამ საკითხებიდან, რომელიც იყო თავს მოხვეული და ჩვენ გვიწევდა კონსტიტუციის მიღმა, ოღონდ არ ამის წინააღმდეგ. ესეც უნდა ითქვას ობიექტურობისათვის, კონსტიტუციის მიღმა ისეთი რეგულაციების ჩამატება კანონებში, რომელიც ართულებდა ამ პროცედურას. კონსტიტუციით გათვალისწინებულია წარდგენიც, მაგრამ ჩამატებული არასამთავრობო ორგანიზაციები თუ სხვა სუბიექტები ართულებდა ამ პროცედურას და ვამარტივებთ, რაც არის კონსტიტუციით გათვალისწინებული, ტოვეთ მხოლოდ მას და შესაბამისად არჩევის წესი, წარდგენის წესი გამარტივდება. არსებობს კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ასევე ვიმსჯელეთ დღეს უმრავლესობის ხდომაზე, ეს შეეხება საქართველოს მასშტაბით უპატრონო ცხოველების, განსაკუთრებით უპატრონო ძაღლების საკითხს. და შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ ყოველი მეორე SMS-ი მაგალითად სოციალურ ქსელებში ამ ბოლო დროს, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამ თემას უკავშირდება ხოლმე და ჩვენ გვინდა რომ გარდა იმისა, რომ ეს საზოგადოების დაკვეთაა და მოთხოვნა ერთგვარი, ყველა კვლევაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს არის ერთ-ერთი ძალიან დიდი და მთავარი გამოწვევა და მრავალწახნაგოვანი პრობლემა და გამოწვევაა. ჩვენ გვინდა ამას ადეკვატურად უპასუხოთ. უკვე რამდენიმე თვეა შესაბამისი კომიტეტი, შესაბამისი სამინისტრო განსაკუთრებით მინდა გამოვყო ქალბატონი მაიას როლი ბითაძის ამ საკითხთან დაკავშირებით, მუშაობენ ფოკუს ჯგუფებთან ერთად ამ საკითხებზე და გარკვეულ გადაჭრამდე მივედით. საქართველოს მასშტაბით უპატრონო ძაღლების რაოდენობა მერყეობს 300-დან 350,000-მდე. ჩვენ ვიწყებთ სახელმწიფო პროგრამას ამ ცხოველების შესაბამის ბაზებში შეყვანას და იმ პროცედურების დაცვას და აღსრულებას, რაც ამ უპატრონო ძაღლების გამრავლების პრევენციას მოახდენს. ასევე ვამუშავებთ ამ მიმართულებით ელექტრონულ პროგრამას ავამუშავებთ და მივიღებთ მარეგულირებელ კანონს, რომლის მიხედვითაც გაადვილდება ძაღლის მეპატრონის მიკვლევადობა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ პანდემიის პერიოდში ეს პრობლემა უფრო გამძაფრდა იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ადამიანი სამწუხაროდ თავის შინაურ ცხოველს ტოვებდა სხვადასხვა ადგილებში, თავის სახლის გარეთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ შევქმნათ ისეთი კანონი, რომლის მიხედვითაც ესე მარტივად ცხოველის გარეთ დატოვება იქნება შეუძლებელი. ყველა ადამიანი ვალდებული იქნება მიკვლევადობა უზრუნველყოს, ანუ თავის ცხოველთან მიმართებით დაჩივა ეგრეთ წოდებული თქვათ ისეთი ნიშანი დაადოს, რომ შემდეგ გარეთ აღმოჩენილი ცხოველის იდენტიფიცირება იყოს შესაძლებელი და ესე უპატრონოთ მაგალითად ძაღლის მიგდება, იქნება მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმით დასჯადი. მართლა არ შეიძლება რომ ესე აღარ მოგეწონა და ხვალ არაერთი შვილი შენი ძაღლის რომელიც სახში ყავს, გარეთ დაყარო სადღაც და ერთი მხრივ ეს რა ვიცი არ არის სულად მორალური საქციელი და მეორე მხრივ პრობლემა შეუქმნა ამ ძაღლების გარეთ მიტოვებით საზოგადოებას. მოკლედ ამ საკითხის გადაჭრა ამ და სხვა შესაბამისი
ნორმების მიხედვით იქნება შესაძლებელი, თუმცა ეს ერთდღიანი, ერთთვიანი ან მცირეხნიანი პროცედურა ზოგადად არ არის, ამას სჭირდება წლები, მაგრამ ჩვენ ვიწყებთ ინტენსიურ რეჟიმში ამ თემაზე მუშაობას. აგრეთვე რამდენიმე საკითხი განვიხილეთ, მაგალითად მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები შევა, რომლის მიხედვითაც მარეგულირებელ კომისიას ექნება ბანკებიდან ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობა, ოღონდ სასამართლო წესით, იმიტომ რომ ეს თავის მხრივ უბრალოდ ამისი აკრძალვა გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა და ჩვენ მიგვაჩნია რომ კომუნიკაციების კომისიას ეს საშუალება უნდა ჰქონდეს. ასევე იქნება გრანტების შესახებ კანონში მცირე ცვლილება, რომლის მიხედვითაც განათლებისა და კულტურის სფეროში კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით საგრანტო დაფინანსებას არ დაჭირდება მთავრობის თანხმობა, ეს იქნება რიგი კონკრეტული საკითხებისა, რომლებიც განათლებისა და კულტურის სფეროს მიეკუთვნება და ასეთი გამონაკლისები დაიშვება. ეს იყო ძირითადი საკითხები, რაც დღევანდელ ხომაზე განვიხილეთ, მე მგონია რომ ძალიან ასე ვთქვათ, ერთი მხრივ რეზონანსული, საინტერესო საკითხების გადაჭრასთან გვაქვს საქმე და მეორე მხრივ ჩვენ ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად ადეკვატურები ვართ საზოგადოებრივი დაკვეთებისა ჩვენ დამოუკიდებლობისა და მშვიდობის პირობებში და ამ ორი უპირატესი ინტერესის განვითარების ხარისხის აწევის პირობებში უკვე შეგვიძლია ასეთ თემებზე ვიმსჯელოთ, რაც ხშირად კულისებში რჩება ხოლმე, რაზე მუშაობაც საზოგადოებრივ სამსჯავროზე ასე ვთქვათ არ გამოდის, თუმცა დღეს ამის საშუალება გვაქვს, რომ მოვახსენოთ ამ საკითხების გადაჭრის საუცილებლობის და გადაწყვეტის გზების შესახებ საზოგადოებას. დიდი მადლობა, დაველოდებით თქვენს კითხვებს. მოგესალმებით, მარიამ ბუღაძე, ტელეკომპანია იმედი. გკითხავთ პირველ რიგში გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, მან ისაუბრა, რომ ბორტზე, რომლითაც მისივე თქმით ის გაიტაცეს და საქართველოში ჩამოიყვანეს, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა. ამ ბრალდებას როგორ პასუხობთ თქვენ? მე ძალიან გთხოვთ ყველას, არ უარყოთ ეს ვერსია თუ შეიძლება. ეს სუსის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს და ამ ვერსიის თანახმად ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და წამოიყვანა ამის შედეგად მსჯავრდებული საქართველოსი სხვა ქვეყნიდან ასეთი ოპერაციების შესახებ კინოებში მინახავს, გაგვიგია და დიდი ინტერესით მიყურებია და ამიტომ მოდი არ უარყოთ ეს ვერსია და თქვენს გთხოვთ რომ მოდი ამ ვერსიის მიმართულება არ ასე თქვა ჩამოწიოთ დაბლა და არ ვთქვათ რომ ეს ასე არ იყო. კიდე უფრო სერიოზულად თუ მკითხავთ, მე როგორც ვიცი, გამოძიებას მიმართა და ბუნებრივია არსებობს ვალდებულება იმის შესახებ, რომ დეტალურად იქნას გამოძიებული ასეთი საკითხები, მათ შორის მისი დაკავების დეტალები და გამოძიება გასცემს დარწმუნებული ვარ ასევე დეტალურ და ამომწურავ პასუხს ყველა კითხვას. თუმცა მე წინააღმდეგობას მის მიერ გახმოვანებულ ვერსიის მიმართ არ დავაფიქსირებ, რომ ძალიან მომწონს და ამიტომ, მხოლოდ ამიტომ. კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც გაჟღერდა დღეს თინა ბოკუჩავას მხრიდან, ის საუბრობს, რომ მისი მეუღლე გაიტაცეს და ასე აიძულეს ვიდეოს ჩაწერა, სადაც ის ბოდიშს იხდის. ამაზეც რომ გითხრათ, რას პასუხობთ? მოდი ერთ რამეს გთავაზობთ. თინა ბოკუჩავას და მის მეუღლეს ვიღაცამ მაგრად აგინოს, საშინელებები მოუგონოს, დააბრალოს, საზიზღრობები ლაპარაკოს, მერე იგივე ვიღაცა გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს. და თქვას, რომ ბოდიშის მოხდა მას აიძულეს. აი ასეთ დაბიო სპეკულაციებთან გვაქვს უკვე საქმე, უკვე აღარაფერი რომ აღარ დარჩენიათ. ასეთ ამბებს იგონებენ სხვათა შორის სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ ჩვენი პარტიის თანამშრომლებს ვესაუბრებოდი ამაზე. 1-2 ვიდეო გამოჩნდა, სადაც ადამიანები ბოდიში იხდიდნენ თავისი რაღაც საზიზღრობების გახმოვანების გამო ქართული ოცნების სხვადასხვა წარმომადგენლების მიმართ. მე მგონია რომ ეს კამპანია უკვე მეტი რო ვეღარაფერი მოიფიქრეს ამ ბოლო პერიოდში. ეხლა ახალი კამპანია დაიწყეს, რაღაც საზიზღრობას იტყვის ადამიანი, 2 დღეში გამოვა ბოდიში მოიხდის და მე იტყვია რომ ეს მაიძულეს და გამიტაცეს და რაღაცები მიქნეს. ეხლა ამბობენ რომ ფიზიკური შეურაცხყოფა და ისე შეურაცხყოფას არ მიუყენებიო და ცოტა ხანში დაიწყებენ ერთმანეთის დაზიანებების მიყენებას, მე მგონია საოცრება და მე კადიროველებ დღეს თემა არ იყო არაფერი და თელი დღეა სოციალურ ქსელში კადიროველებ და ციცულელებს ლაპარაკობენ. ანუ მარტივი დასალაგებელი, უმარტივესი დასალაგებელია. ერთ დღეს აგინე, მეორე დღეს თქვი რომ მოუხადე ბოდიში
და მე ვიღაც ანცოლი ან დეი და ან მამი და გამოხტება და იტყვის რომ გაიტაცეს ეს და ამიტომ მოიხადა ბურში. მარტივია. არაფერი არ ჭირდება. ერთ დღეს ერთი უნდა თქვა და მეორე დღეს მეორე. და ბოლო კითხვას დაგისვავთ. ლოს-ანჯელესში პოლიციის უფროსი საუბრობს, რომ აქციის მონაწილეები ფოიერვერკებს ესვრიან პოლიციელებს, რამაც შეიძლება ლეტალური შედეგი გამოიწვიოს. ჩვენ გვახსოვს, რომ თქვენც მიიღეთ გადაწყვეტილება ფოიერვერკებთან დაკავშირებით და თქვენი ოპონენტები ამის გამო გაკრიტიკებდნენ. ახლა როცა ამერიკაშიც საუბრობენ ამაზე, რა შეფასება შეიძლება მიეცეს? არაფერი ოპოზიციის აზრით საქართველოში ნაზი პიროტექნიკა იყიდება. როგორც ჩანს. ის არაუნებს ადამიანს, პოლიციას და ამერიკაში წვავს საშინელება. ამაზე ხარ რა უნდა გავაკეთოთ უფრო სერიოზული კომენტარი. ერთადერთი იმას თუ ვიტყვით, რომ პიროტექნიკა და ფოიერვერკები ყველგან წვავს, ყველგან აზიანებს და ასე დააზიანა საქართველოში 170-მდე პოლიციელი ამ პიროტექნიკა. ქვებთან ერთად სხვათა შორის. მაგრამ მათი აზრით ესენი ისეთი უსამშობლოები არიან, რაც საშინელებაა და დანაშაულია ამერიკაში, ის დასაშვებია საქართველოში. აი ეს მიდგომა აქვს. ქართველი პოლიციელი არანაღლით, ამერიკელი პოლიციელი, ამას დაეთანხმებიან. კითხეთ თუ გნებავთ. ამერიკელი პოლიციელი დაცული უნდა იყოს და ქართული პოლიციელი არ უნდა იყოს დაცული. ამათ შეუძლია აგენტებს შეუძლიათ რომ მათ ესროლონ ფოიერვერკი და მე თქვა რომ ის რა პრობლემაა, ეს მშვიდობიანი აქციაა. მაგრამ ერთი კარგი რაც არის ამ ყველაფერში, ის არის როგორ შეიძლება კარგი იყოს რაც ამერიკაში მოხდა ამ მიმართულებით. მაგრამ ერთადერთი კარგი ის არის რომ საზოგადოება კიდევ უფრო კარგად ხედავს რამხელა არა მხოლოდ ორმაგ სტანდარტთან, არამედ ამხელა ულოგიკობასთან და უსამშობლობასთან გვაქვს საქმე ჩვენი ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მხრიდან, ანუ უფრო სწორად თუ დავარქვეთ უსამშობლო ოპოზიციის მხრიდან. კესო კაფიანიძე რუსთავიარი, მე მექნება კითხვა ლატვიაში ჩატარებულ წარუმატებელ არჩევნებზე. თავად ლატვიის პრეზიდენტი საუბრობს და არის უკმაყოფილო ჩატარებული არჩევნებით, ამბობს, რომ ცესკომ ვერ მოახერხა არჩევნების უზრუნველყოფა. მაშინ, როდესაც ლატვიის პრეზიდენტმა თავად აღნიშნა, იყო შემთხვევები ხელით გადათვლის და ასე შემდეგ. მაშინ, როდესაც 2004 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ლატვია აქტიურად აკრიტიკებდა საქართველოს, საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებდა დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ და ასე შემდეგ. დღეს თქვენი გუნდის პოზიცია და შეფასება რა იქნება ლატვიაში ჩატარებულ წარუმატებელ არჩევნებზე? ღრმა შეშფოთება უნდა გამოთქვათ ლატვიაში ჩატარებული უკანონო, არალეგიტიმური ხარვეზებით სავსე არჩევნების მიმართ. თუმცა თუ ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ ისე როგორც Deep State-ის გლობალური ომის პარტიის თუ არაფორმალური გავლენების მქონე ყველაზე მძლავრად მქონე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების მიმართ, მაშინ ჩვენ შევხედავთ, რომ რეალურად არჩევნებს პრობლემები ექნება იქ, სადაც არ მართავენ მიმდინარე პროცესებს ქვეყანაში არსებული ხელისუფლების წარმომადგენლები. იმ ქვეყნის შესაბამისი ძალები, იმ ქვეყნის შესაბამისი ადამიანები არ მართავენ სამწუხაროდ აქ პროცესებს. იქ სადაც საკუთარი ქვეყნის შესახებ და საკუთარი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებენ თავად, იქ არჩევნები ხედავთ წლიდან წლამდე როგორ იხვეწება. ელექტრონული არჩევნების სახით, დემოკრატიულობის ხარისხის გაზრდის სახით თუ სხვა ყველა მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით რაც არჩევნებს შეეხება. მაგრამ სადაც საკუთარ სამშობლოში გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, იქ ასე ტარდება რეალურად არჩევნები, რომ თავადვე უწევთ ამისი აღიარება. ეს არის რეალობა. ამიტომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობა. ამიტომ არის ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც შეიძლება რომელიმე ქვეყანა, მათ შორის განსაკუთრებით ჩვენაირმა მცირე რიცხოვანმა ერმა მოიპოვოს და შექმნას დამოუკიდებლობა. ეს არის ქვაკუთხედი, მთავარი საყრდენი საფუძველი ეკონომიკური განვითარების, ქვეყნის გაძლიერების, სიამაყის, სწორი დამოუკიდებულების საკუთარი სამშობლოს მიმართ, ენისა და ერის გადარჩენის, რწმენის გადარჩენის, რომელიც სულ ათეისტი იყო, უნდა იცოდე, რომ შენი ეროვნულობის, ერის, ქვეყნის გადარჩენის საქმეში იყო დომინანტი. ამიტომ არის ეს საკითხი მთავარი. ამ ყველაფრის საფუძველი არის დამოუკიდებლობა და მისი რაც შეიძლება მაღალი ხარისხი, სადაც არის ნაკლები დამოუკიდებლობა, იქ მიდის დაღმართში. ქვეყნის ბედიც და
ისეთივე მოცემულობა აქვს, რომელიც სამწუხაროდ დაუდგათ აგერ იმ ქვეყანაში, რომლის შესახებაც თქვენ კითხვა დამეშვით. კიდევ პირდაპირ ეთერში უსმენთ უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს. ბოიკოტი თუ არჩევნებში მონაწილეობა ოპოზიციას საერთო ხედვაზე ისევ ვერ ყალიბდება, ნაწილი ღიად ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს, ნაწილი კი ბოიკოტს განაგრძობს. ოპონენტების ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, მმართველი გუნდისთვის პოლიტიკური სურათი არ იცვლება, ქართული ოცნება მეათე გამარჯვებისთვის ემზადება. გიორგი აბაზაძე გიამბობთ. რა იქნება უკეთესი ბოიკოტი თუ არჩევნებში მონაწილეობა? მამუკა ხაზარაძე საკუთარი პირობის უკვე მერამდენედ გატეხვას ამჯერად ბრძოლის სურვილით ხსნის. თუმცა ეს ბრძოლა რომ თავიდანვე მარცხისთვისაა განწირული, მისი პარტიის რეიტინგი მეტყველებს. ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გამოშვება გაძლიერდება თუ ჩვენ ამ ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებშიც დავამარცხებთ. გამოცხადებული ბოიკოტი ჩავარდა, ლელოს ლიდერებს კი კოლეგები უპირისპირდებიან. ნაცმოძრაობასა და ახლებში ისევ არ სურთ არჩევნებში მონაწილეობა და ბოიკოტისკენ მოუწოდებენ სხვებსაც. მხოლოდ და მხოლოდ გარიგების შედეგი შეიძლება იყოს ამ სპეცოპერაციაში და არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღება. იმეც ვიტოვებ, რომ ყველა, ვინც თუნდაც იოტისოდენად ფიქრობს, რომ რამენაირად მონაწილეობა უნდა იყოს, ისინი პოზიცია შეიცვლიან. მათმა პოზიციამ ჩემი აზრით გამოიწვია არასასურველი გაურკვევლობა ოპოზიციურ ფლანგზე, რაც შეიძლება სწრაფად დავხუროთ ეს თემა. საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით რადიკალთა გეგმა მხოლოდ უცხოელი პატრონების მითითებებზეა დამოკიდებული. ეს მათი პოზიცია შეიცვალა მას შემდეგ, რაც პირდაპირ ბრძანება მოვიდა ევროპარლამენტიდან, სადაც თქვენს რომ არჩევნებში უნდა მიიღოთ მონაწილეობა. მე რაც ვიცი, განსაკუთრებით ნაცებში არის ძალიან დიდი აზრთა შეხლა შემოხლა და დიდი ჩხუბი, იმიტომ რომ ზოგს უნდა თვითმმართველობაში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ დარჩნენ ქუჩაში და ეს იზრდებათ ახლა როდის დაждდებიან თქვა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის თუ რომელიმე რაიონის საკრებულოებში და იქ მაინც ექნება გარკვეული ასპარეზი. რაღაც ნაწილი არის წინააღმდეგი და საბოლოოდ რომელი გადაძალავს არ ვიცით. სად იქნება 4 ოქტომბერს ქვეყნის პოლიტიკური სისტემიდან ამოვარდნილი ოპოზიცია, მით პოლიტიკური სურათი არ იცვლება მმართველი გუნდისთვის. გამოდუმებით პატრონების მითითებების მომლოდინეები უპრინციპო პოზიციებით მათ მიმართ დარჩენილ მინიმალურ ნდობასაც აქრობენ. დღეს ალბათ სხვა დავალება არის გარედან, პატრონებმა ალბათ შეცვალეს მიდგომა, დამოკიდებულება, გამოწვევები, პრობლემები, რომელიც დღეს კიდევ არსებობს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი პროექტი იქნა განხორციელებული, ამ გამოწვევებს სჭირდება ღირსეული პასუხი. ერთადერთი ძალა, გუნდი, ეს არის ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველო, ვისაც შეუძლია ამ პრობლემების მოგვარება. ეთყობა ხაზარაძეს აკეთებენ აქცენტს მათი პატრონები, რომ მიიღეთ მონაწილეობა რისთვის, რომ ხელმეორედ დატრიალდეს ეს კარუსელი და თქვა რომ აი გაყავდა, აი გაჟონილები ამას ამბობენ. აბა დანარჩენი არ იცი რომ თბილისი არასდროს არ აირჩევს ხაზარაძეს. არასოდეს არ აირჩევს მწვალებელთა პარტიის წარმომადგენელ ბურჭკულაძეს. არასდროს არ აირჩევს სალომეს. ალბათ ზომავენ მათი გარე უფროსები იმ შემთხვევას, რომ გადანაწილდება თუ არა ნაციონალური მოძრაობის ხმები კონკრეტულად ლელოზე და კონკრეტულად გახარიას პარტიაზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი მივლენ იმ დასკვნამდე, რომ ვერ გადანაწილდება, შესაბამისად ამ ორ პარტიასაც დაავალებენ, რომ რა თქმა უნდა უღალატონ თავიანთ ეგრეთ წოდებულ პრინციპებს და მათაც მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა ეს ჩვენთვის კარგია, რეალური ილუსტრირება მოხდეს მათი დრამატულად შემცირებული რეიტინგის. 9-ჯერ დამარცხებული ოპოზიციისგან განსხვავებით ქართული ოცნება მეათე გამარჯვებისთვის ემზადება. დიდი ოდენობით ნარკოტიკის ჯგუფურად უკანონოდ შეძენის მცდელობა პოლიციამ უკრაინისა და ბელორუსის მოქალაქეები დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები კონკრეტულ დანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართულები. ისინი პოლიციამ თბილისში დააპატიმრა. ვაკო მეზურნიშვილი გიამბობთ. 9 კილომდე ნარკოტიკული საშუალება მეთადონის შეძენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ უკრაინის 45 წლის და ბელარუსის 25 წლის მოქალაქეებს სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართული. 9 კილომდე ნარკოტიკი, რომელიც მოტოციკლის ჩაფხუტში იყო დამალული და სავარაუდოდ რეალიზაციისთვის განკუთვნილი, ქრონიკის ინფორმაციით ადრესატებს უკრაინიდან გამოუგზავნეს. ჩაფხუტში ასევე ჩამონტაჟებული იყო GPS მოწყობილობა, რომლითაც ამანათის მისამართი დისტანციურად კონტროლდებოდა. საქართველოში თურქეთის გავლით შემოტანილი იქნა ეს დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება. საქმეზე მიღებული ინფორმაციით ეს ამანათი ერთგვარი უნდა ჩატანილი იყო ქალაქ თბილისში და მიეღო ადრესაც. ნარკოტიკის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს.
დაიგეგმა ოპერატიული ღონისძიება. ჩაფხუტის კვალი კი თბილისამდე მივიდა. ქრონიკამ გაარკვია, რომ ადრესატები ჩაფხუტს ამ ადგილას, ეგრეთ წოდებულ ოკრიბას სადგურზე ელოდებოდნენ. ისინი დიდუბეში ცხელ კვალზე დააკავეს. ეს პირები საზღვარზე არ იყვნენ, იმყოფებოდნენ ქალაქ თბილისში ამანათის შემოტანის დროისათვის, მას შემდგომ რაც ამანათი გატარდა სკანერზე, სკანერში აღმოჩნდა საეჭვო ნივთიერება, გაიხსნა ეს ჩაფხუტი და სწორედ ამ საბაჟო პროცედურების ფარგლებში გამოვლინდა ეს ნივთიერება. დანაშაული 20 წლამდეან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2029 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე $13,600, ბიუჯეტი კი $40 მილიარდ მიაღწევს. ასეთია 2026-2029 წლების მაკროეკონომიკური პროგნოზი. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დეპუტატებს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშიც გააცნო. ნინი ჩუბინიძის რეპორტაჟი. ქვეყნის გაუმჯობესებული ეკონომიკური მაჩვენებლები, გადაჭარბებით შესრულებული სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმა, საგარეო ვაჭრობის გაზრდილი პარამეტრები, ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივზე დაბალი მონაცემი. ეს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშია, რომელიც დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ წარუდგინა. მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი გვაქვს 3%, შესაბამისად ბოლო 2 წელია მასთან შედარებით გაცილებით დაბალია ინფლაციის მაჩვენებელი. რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებს, ჩვენ შემოსავლების ნაწილი გვაქვს გადაჭარბებით შესრულებული $25 მილიარდ $722 მილიონი მივიღეთ შემოსავლების სახით. გასული წლის ბიუჯეტის შესრულების შემდეგ გიორგი კაკაურიძემ საკომიტეტო მოსმენაზე 2026-29 წლის მაკროეკონომიკური პროგნოზი წარმოადგინა. 2029 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე $13,600, ბიუჯეტი კი $40 მილიარდ მიაღწევს. რაც შეეხება ზოგადად მთლიანი შიდა პროდუქტს, ეტაპობრივად რა თქმა უნდა მზარდი იქნება და ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით $13,600 მიაღწევს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი. ეს არის საბაზისო სცენარი, რაზეც დაფუძნებული ვართ. ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში დაახლოებით 7%-მდე ადის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. მომდევნო წლების მაკროეკონომიკური პროგნოზის წარმოდგენისას დეპუტატებმა კიდევ ერთხელ იმსჯელეს ოპონენტების მხრიდან საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე, რომელიც საზოგადოებაში პანიკის დათესვას ემსახურება. იყო ცდელობა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ საზოგადოება დაერწმუნებინათ იმაში, რომ 1 იანვარი ან თებერვალი ჩამოიქცეოდა ეკონომიკა და დაიქცეოდა ქვეყანა. ციფრები აგერ თავისას გვეუბნება მსოფლიო სავალუტო ფონდი და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აფასებს საქართველოში მიმდინარე მაკროეკონომიკურ პარამეტრებს 24 და 25 წლის მაღალი ეკონომიკური აქტივობის შემდეგ ვიცით რომ სავალუტო ფონდმა ევროკავშირმა გამოაქვეყნა ასევე მაღალი აქტივობები მომავალ წლებში. ფინანსთა მინისტრის მოადგილე 2026 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველად ვერსიას პარლამენტს 1 ოქტომბერს წარუდგენს. 100-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები. ფლოტში ახალი მულტიმოდალური ტერმინალი ამოქმედა. პროექტი მნიშვნელოვანია რეგიონული სატრანზიტო დერეფნის კუთხით და ის შუა დერეფანში სხვადასხვა ტვირთის გამტარიან უნარიანობას გაუმჯობესებს. თეონა კვარაცხელიასა და ნინი მაისურაძის რეპორტაჟი. ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის გასაძლიერებლად ფლოტში ახალი მულტიმოდალური ტერმინალი ამოქმედა. საქართველო-ყაზახეთის ერთობლივი საინვესტიციო პროექტი 9 ჰექტარს მოიცავს და რეგიონული სატრანზიტო დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი იქნება, რომელიც აზიიდან ევროპისკენ ტვირთბრუნვის გაზრდას უზრუნველყოფს. ტერმინალის გახსნა მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი ქვეყნისთვის და არა მხოლოდ. მთავრობა აქტიურად უჭერს ხარს და ხელს უწყობს ინფრასტრუქტურული განვითარების ხელშეწყობას. მხედველობაში აქვს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და სხვა ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც საქართველოს პოზიციონირებას შუა კორიდორში უფრო გაზრდის. ახალი ტერმინალი 120-მდე სარკინიგზო ვაგონს მოემსახურება და პირველ ეტაპზე 80,000 კონტეინერის წლიურ ტვირთბრუნვას უზრუნველყოფს, რაც შემდგომ 200,000-მდე გაიზრდება. ბოლო წლებია ტრანსკასპიური მარშრუტის სატრანზიტო პოტენციალი იზრდება. ახალი ტერმინალიც ამ ტენდენციის გაგრძელებაა, რაც შუა დერეფანში სხვადასხვა ტვირთის გამტარ უნარიანობას გააუმჯობესებს. ეს ტერმინალი ტვირთების აქ კონცენტრირების შემდგომ გენერირებისა და დამატებითი ტვირთბრუნვის მოზიდვის საშუალებას მოგცემს. გვინდა რომ უახლოეს 3 წელიწადში ტვირთბრუნვა მივიყვანოთ 10 მილიონ ტონამდე. ძირითადი ტვირთების მარშრუტი იქნება ჩინეთიდან ევროპისკენ.
ახალი პროექტი ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს იძლევა ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნესისთვის. ტერმინალის ამოქმედებით უკვე შეიქმნა 120-ზე მეტი სამუშაო ადგილი. მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ დაახლოებით 160 ადამიანი იქნება დასაქმებული. დიდი წვლილი შეიტანა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაში და ასევე კარგ როლს ითამაშებს მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ტერმინალი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც ქმნის უსაფრთხო სამუშაო გარემოს. 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოხდა ჩვენს ქალაქში, რაც თავისთავად ჩვენი ქალაქის ადგილობრივ ბიუჯეტს დაეხმარება ზრდაში. რეგიონში სატრანზიტო პოზიციის გამყარება და ამ გზით ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება ხელისუფლების პრიორიტეტია. ლაბორატორიული კვლევა 12 სხვადასხვა წერტილში 13 მძიმე ლითონზე აჭარის სანაპირო ზოლზე წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. ზღვის წყალს ყოველთვიურად ფიზიკურ და ქიმიურ მაჩვენებლებზე ამოწმებენ. გივი კუჭავა გვიამბობს. აჭარის ზღვისპირა რეგიონებში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შედის, რასაც ხელს ამინდთან ერთად ზღვის წყლის ხარისხიც უწყობს. შავ ზღვაში წყლის ხარისხს ჰიდრობიოლოგიურ და ქიმიურ პარამეტრებზე უწყვეტ რეჟიმში ამოწმებენ. კვლევებმა აჩვენა, რომ აჭარის მთლიან სანაპირო ზოლზე წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია და იგი საბანაოდ სრულიად უსაფრთხოა. ბათუმში პირველად ვარ, აქაური ზღვა ძალიან ლამაზი, სუფთა და უსაფრთხოა. ბათუმში მეორედ ვარ, აქ საუკეთესო ხალხია, საუკეთესო სტუმარ მასპინძლობით. სუფთა წყალი და სუფთა სანაპიროა, ძალიან მშვიდად ვისვენებთ. შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ჩამოვედი, აღფრთოვანებული ვარ ამ სანაპიროთი, აქ ძალიან კომფორტული და უსაფრთხოა დასვენება. ზღვის წყალს ლაბორატორიული კვლევა 12 სხვადასხვა წერტილში ყოველთვიურად 13 მძიმე მეტალზე, ასევე სხვადასხვა ფიზიკურ და ქიმიურ მაჩვენებლებზე უტარდება. ბოლო შემოწმებამაც აჩვენა, რომ ყველა ნიმუში ნორმის ფარგლებშია. ამ ეტაპისათვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ აჭარა მზად არის სეზონისათვის, ტურისტული სეზონისათვის, წყალი არის უსაფრთხო, ყოველგვარი დაბიძურების გარეშე და როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო, ასევე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებები გააგრძელებენ წყლის კვლევებს. ზღვის წყლის ხარისხის დასადგენად ნიმუშების შემოწმება გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში utardeba, რომელიც მაღალი სიზუსტის ხელსაწყოებითაა აღჭურვილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. გარემოს ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს შავი ზღვის წყლის მონიტორინგს მთელი წლის მანძილზე ყოველთვიურად 12 წერტილში. მოწმდება წყლის ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრები და აღნიშნული უზრუნველყოფილია გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგის სისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობს. კულტურის სამინისტრომ თბილისის საერთაშორისო საოპერო ფესტივალი დააფუძნა, გაფორმდა მემორანდუმიც. თბილისის საოპერო ფესტივალს მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერალი ქართველი ბანი გიორგი ანტულაძე უხელმძღვანელებს. მასში მონაწილეობას კი მიიღებენ ცნობილი საოპერო თეატრები და მომღერლები, ასევე ჩატარდება მასტერკლასები და შედგება გაცვლითი პროგრამები. შორნა კოპალიაშვილი გიამბობთ. თბილისის საერთაშორისო საოპერო ფესტივალი ოფიციალურად დაფუძნებულია. საქართველოს როგორც მსოფლიოში აღიარებული ოქროს საოპერო ხმების სამშობლო თავად იქცევა საოპერო კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად. გიორგი ანტულაძესთან და მის ორგანიზაციასთან ერთად დავაფუძნეთ თბილისის საერთაშორისო საოპერო ფესტივალი, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ტიპის სახელოვნებო ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ძალიან დიდი საოპერო ტრადიციები, რომელიც დღემდე არაერთი, არამედ ათეულობით თუ არა ასეულობით საოპერო მომღერალს წარმოაჩენს მსოფლიოში და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, რომ საქართველოს და თბილისი საოპერო რუკაზე და მსოფლიო რუკაზე გახდება ახალი ლოკაცია. სიმბოლურია, რომ ფესტივალს სამშობლოში მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერალი ქართველი ბანი გიორგი ანტულაძე უხელმძღვანელებს. წამყვან საოპერო სცენებზე შესრულებულ როლებთან ერთად მისი მუსიკალური ბიოგრაფია ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი ოპერის ისტორიულ პრემიერაში მონაწილეობას ითulis, როცა მუსიკის მსოფლიო დღეს კატანიაში დაისი იტალიურ ენაზე პირველად შესრულდა. გიორგი ანტულაძე ახლა საუკუნოვანი ისტორიის მქონე საოპერო ფესტივალების მასპინძელი საკუთარ სამშობლოში იქნება. წარმოდგენილი იქნება ერთ წელს ჯერ ვერდის ფესტივალი, შემდეგ წელს პუჩინის ფესტივალი, მის შემდეგ წელს ბელინის ფესტივალი და ასე შემდეგ. თავარი მიზანი ფესტივალის, ჩვენი ფესტივალის არის ის, რომ იყოს ინტეგრირებული იმ ფესტივალებს შორის, რომლებსაც აქვთ უკვე საუკუნიანი, ასე ვთქვათ, ტრადიცია, კულტურა, ბრენდი, რომელიც უკვე დიდი ხანია არსებობს და რომელიც არის ძალიან ძლიერი და ამ განზომილებაში რომ მოხდეს ჩვენი საქართველოს საოპერო ფესტივალის ინტეგრაცია, ეს არის უმნიშვნელოვანესი.
ვერდის სახელობის ფესტივალი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით მელომანს იზიდავს 2019 წელს პირველად გაცდა იტალიის საზღვრებს და საქართველოში ანშლაგით ჩატარდა. ამჯერად თბილისი ახალი საერთაშორისო საოპერო ფესტივალის მასპინძლობას ელის. დღის ყველა სიახლეს გაეცნობით იმედი News G-ზე, ჩვენ კი ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის. ნახვამდის.